ვიწყებთ? გამარჯობა. ეს თუ ეს. დღევანდელ ეპიზოდში განვიხილავთ OnePlus-ის და Realme-ის ბატებს, განსხვავებული მიდგომა და განსხვავებული ფუნქციები. სანამ გავიკეთებთ თითოეული მოდელი რა ტიპის მომხმარებლისთვისაა გათვლილი, არ დაგავიწყდეთ, გამოიწვევთ ზუმერის არხი, რაც არ გამოტოვოთ ტექსტი ახლა. განხილვას ვიწყებთ OnePlus Nord Buds 3R-ით, დახვეწილი და სანდო, ალბათ ყოველს მარტივად ასე დავახასიათებდი ამ ბატებს. Nord Buds-ის ხაზში ეს მოდელი მიეკუთვნება mid-range segments და გათვლილია ყოველდღიურ სტანდარტულ მოხმარებაზე. ის იყენებს ტიტანის 12.4 მმ-იან დრაივერებს, ბასი კარგად გამოკვეთილია, ზოგადი აუდიო გამოცდილება კი სუფთაა და ამავდროულად დახვეწილიც. გარდა იმისა, რომ გავიჩარებთ 12 საათის განმავლობაში თქვენს განკარგულებაშია, მისი кейსის დახმარებით დამატებით 54 საათსაც ღებულობთ. ამასთან ერთად მას აქვს სწრაფად დამოხტვის ხარდაჭერა და 10 წუთი საკმარისია, რომ საათობით ისარგებლოთ ბატებით. მოკლედ, ხანგრძლივი ფრენა გაქვს თუ სასოფში გაიჭედა, Nord ბატები არ დაგაღალატებენ. Bluetooth 5 და 4, AAC და SBS codec-ის ხარდაჭერა სანდო კავშირს გაძლევს შენს მოწყობილობებთან. კი, dual pairing ფუნქციაც აქვს. შეგიძლიათ უპრობლემოდ ტელეფონის და ლეპტოპით დაუკავშიროთ ერთდროულად. გადახვიდეთ სასურველ მოწყობილობაზე, სწრაფად და ეფექტურად. ვინც აქტიური ცხოვრების წესს ეწევით, იცოდეთ, რომ IP45 სტანდარტით ფიზიკური აქტივობების დროს ყურსასმენები დაცულია ტვრისგან, წვიმისგან და უფლისგან. გარეთ გატანის არ შეგეშინდება მოკლედ. ხმის იზოლაციაც აუცილებელია ყოველდღიური კომფორტისთვის. ქოლების დროს ხმის გაძლიერების ფუნქციით გარშემო არსებული ხმაური მაქსიმალურად იფარება და საუბრისას ხმა უფრო გამოკვეთილად ისმის. Nord Buds აქვს customizable equalizer ფუნქციაც, რომელიც გაძლევთ საშუალებას მოარგოთ საუნდი თქვენს გემოვნებას. OnePlus-ის smartphone-ებში ამას აკეთებთ პირდაპირ Bluetooth-ით დაკავშირებული earbud-ების სეტინგების ფანჯრიდან. ხოლო სხვა smartphone-ების მომხმარებლებს დაგჭირდებათ Hey Melody app. Realme T200-ის ჯერიც მოვიდა. ეს მოდელი პერსონალური ფავორიტია და ხვანარი გაქანების earbud-ებია მოკლედ. ეს მოდელი 4 ფერშია წარმოდგენილი. T200 იყენებს 12.4 მმ-იან მასის დრაივერებს, საუნდი არის დაბალანსირებული და კარგად გაშლილი. OnePlus-თან შედარებით, ამ მოდელის ელემენტი ნავსუსტია. გადამულად 10 საათის განმავლობაში მუშაობს და кейსის საშუალებით დაახლოებით 50 საათი ძლევს. ამ მოდელშიც გვაქვს სწრაფად დამოხტვის ხარდაჭერა. ყურსასმენების სხვადასხვა ფუნქციების სრული წვდომა გექნებათ Realme Link App-ის საშუალებით, სადაც შეგიძლიათ გააქტივოთ ისეთი ფუნქციები, როგორიცაა მაგალითად Game Mode. ამ რეჟიმში gameplay-ის დროს აუდიო სუპერ სინქრონიზებულია თქვენს მოწყობილობებთან. ეს ბატებიც იყენებს Bluetooth 5 და 4 და Dual Device Pairing-ი აქაც ხმისაწვდომია. T200-იც დაცულია IP45 სტანდარტით. ეხლა კი ვისაუბროთ Realme-ის იმ ასპექტებზე, რაც მას გამოარჩევს თავისი ფასის კატეგორიაში. აქტიური ხმის დახშობა ამ ბატების highlight-ია. T200 შეუძლია დაახშოს გარემო ხმაური 32 დეციბელამდე. ანუ რეალურ ხმაურს -32 დეციბელი. მაგალითად, მეტროთი მგზავრობისას ხმაური ნაკლებად შეგაწუხებთ და ხმაურიან გარემოში შეგიძლიათ მშვიდადად სიმუშავოთ. ეს თვისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი ყურისთვის. ხმა საკმარისად იზოლირებულია და შესაბამისად არ არის საჭიროება, რომ ბადები ყოველთვის მაქსიმალური ხმით გამოიყენოთ. რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში ეს ფუნქცია touch control-ით შეგიძლიათ მარტივად გამორთოთ. ასევე, Realme-ის ეს მოდელი იყენებს Quad Mic Noise Cancel-ს. შესაბამისად, ბადები დაპროგრამირებულია, რომ ქოლების დროს ავტომატურად თქვენი ხმა იზოლირებულად დაიჭიროს. რომ შევაჯამოთ, OnePlus Nord Buds 3R გთავაზობთ mid-range ბადებს, რომელსაც აქვს სტანდარტული, თუმცა დახვეწილი და სუფთა აუდიო და ხანგრძლივი ენერგომომარაგებაც. ამ ბადებს სტანდარტული და მარტივი მიდგომა მის დიზაინშიც იგრძნობა. ასევე, OnePlus-ის სხვა ტექნიკის ეკოსისტემასთან მისი ინტეგრაცია ძალიან კომფორტულია. Realme Buds T200-ს შეეხება, მისი საუნდი ისეთივე დახვეწილი არის, როგორც OnePlus-ის შემთხვევაში, თუმცა მისი დამატებითი ფუნქციები კარგად აბალანსებს მის ზოგად პერფორმანსს და OnePlus-თან შედარებით ბიუჯეტური ალტერნატივაა. ჩემი პირადი ფავორიტი მაინც Realme-ის ბადებია, იქიდან გამომდინარე, რომ ბადებს ხშირ შემთხვევაში მარტივად ვერ ვიგებ, T200-ი საკმაოდ კომფორტულია. რაც ცოტა უცნაურია იმის გათვალისწინებით, რომ დიზაინი არც ისე განსხვავებულია OnePlus-ის ბადებისგან.
თუმცა ალბათ Realme-ის ბადების პრიალა ზედაპირიც თავის როლს ასრულებს, რადგან კადრზე შეხებისას საკმაოდ სასიამოვნოა და შესაბამისად მისი მოხმარება დიდი ხნის განმავლობაში უფრო კომფორტულია ალბათ. თან მისი noise cancel ფუნქციაც დაბალანსირებულია, სრულ იზოლაციაში არ გტოვებს და ქაოტურ გარემოს ფაქტობრივად ხმას უწყობს. So, რომელია თქვენი ფავორიტი? OnePlus-ი თუ Realme? არ დაგავიწყდეთ, რომ ორივე მოდელი გელოდებათ Zoom-ში. კარგად!